საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე დგას. ივნისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს შედეგი თავიდან აიცილოს, კომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, რომლის ბოლო ვადად 31 აგვისტო იყო განსაზღვრული. საზოგადოებას ამ თემაზე ერთიანი პოზიცია არ აქვს. ნაწილი სერიოზულ საფრთხეს ხედავს, ნაწილი კი თვლის, რომ უვიზო მიმოსვლა არ გაუქმდება. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ერი ვართ. ყველანაირად განვითარებული, ყველანაირად ევროპული და ვფიქრობ, რომ ასეთ ხალხს არ უნდა ჩამოართვა. ამის საშუალება რომ ევროპისკენ წაიღოს გიზი და იყოს ევროპელი. მშვიდელი მდგომარეობა არის ქვეყანაში და მივიწევთ უფრო და უფრო უკან და ყველაფერი არის ქართული ოცნების ბრალი. ხალხს ჭირდება ასევე წამლები, მკურნალობა, საქმდებიან ადამიანები სამეთვით მიდიან, ბრუნდებიან უკან და ამის შესაძლებლობა წაერთვათ. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს და პროცესის პოლიტიკურ დატვირთვაზე საუბრობს. გარდა იმისა, რომ ეს არის გეოპოლიტიკური კატასტროფა ჩვენთვის და რაღაც ისტორიული არჩევანის ღალატი, რაც ქართულმა ხალხმა გააკეთა, საუკუნეების განმავლობაში და დამოუკიდებლობიდან დღემდე, ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა ჩვენთვის. რომ ვიცოდეთ, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ 2017 წლიდან დღემდე, მაგალითად ტურიზმში გაორმაგდა შემოსავალი და თუ იყო ის მანამდე 2 მილიარდი დოლარი, გახდა 4 მილიარდი ნახევარი დოლარი 2024 წლისთვის. საუბრობ ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების რაოდენობას და მათ მიერ გაღებულ ხარჯებს. თუ გაუქმდება უვიზო, აუცილებლად გაუქმდება ეს შემოსავლების და ის ვეღარ იქნება იმ რაოდენობის, რაც არის, ითაც დაძრალდება უამრავი ქართული ბიზნესი და უამრავი ქართული ოჯახი. გარდა მაგისა, პირდაპირ უცხოური გადმორიცხვები ევროკავშირიდან თუ კი იყო 350 მილიონი დოლარი 2017 წელს, 2024 წელს იყო 1,5 მილიარდი დოლარი, რაც ნიშნავს, რომ გახუთმაგდა შემოსავალი და რომ ვიცოდეთ, ეს გადმორიცხვები უპირველესად მიემართება მათ შორის რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს, ხო, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი წავიდა დროებით ემიგრაციაში და იქ დროებითი დასაქმებით თუ პერმანენტული დასაქმების მეშვეობით აქ ოჯახებს არჩენენ და ეს არის უდიდესი შემოსავალი და უდიდესი წილი ქართულ ეკონომიკაში. ესეც აღარ იქნება ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ იმ ხალხს იქიდან მოუწევს წამოსვლა და საბოლოო ჯამში ეს კიდევ უფრო გააღარიბებს ამ ოჯახებს. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, რომ სამკურნალოდ წასული ადამიანები, დაახლოებით 50,000 ადამიანი მიდის ყოველწლიურად სამკურნალოდ საქართველოსთან საზღვარგარეთ და აქედან მესამედზე მეტი და ახლობით 20,000 ადამიანი მიდის ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც არის უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვა. ესეც შეუძლებელი იქნება და ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გარდაიცვლებიან იმის გამო, რომ ვერ მიიღებენ შესაბამის ადეკვატურ დახმარებას. ხო ესე? გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საგამანათლებლო სფეროში უვიზო რეჟიმის გავლენა. ხო 2017 წელს თუ მაგალითად 1000 სტუდენტი მიდიოდა გაცვლითი პროგრამით ევროკავშირის ქვეყნებში, 2024 წელს მიდიოდა 6,000 მოსწავლე, ანუ გაექვსმაგდა ფაქტობრივად ეს მაჩვენებელი და ეს არის უდიდესი ინვესტიცია ჩვენი მომავალი განვითარებისთვის, ხო, როგორც ინტელექტუალურ, ასევე ეკონომიკურ თვალსაზრისით. ეს ყველაფერი გაჩერდება და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, გაჩერების საფუძველი შექმნა ქართულმა ოცნებამ თავისი ყოველგვარი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური და ანტიევროპული, რაც თავისუფლ პრორუსულ და პროჩინურ და პროირანულ პოლიტიკაში გამოიხატა. არ შეგვეჩერება. ჩვენი მთავრობა ყველაფერს ასრულებს. არ შეგვიჩერებენ. არა ვართ ჩვენის ქვეყანა, რომ ასე ადვილად გაგვიმეტონ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისთვის. ჩვენ აუცილებლად ვჭირდებით მათ, როგორც კულტურული ერი, როგორც ისტორიული ერი, საქართველოს გააჩნია საკმარისად თავისი სახელი და აქ ისეთი იმიჯი, რომ არ შეგვიჩერებენ. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ რაღაც ვადებზე, რომელიც ზოგიერთი ამოიწურა და ზოგიერთი წინ გვაქვს. მაგალითად 31 აგვისტოს ამოიწურა ის ვადა, როცა რაღაც რეკომენდაციები უნდა შეესრულებინა ქართულ ოცნებას და ჩვენ ვიცით, რომ არათუ შეასრულა, არამედ დაიჭირა ვიღაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყადაღადაატო წინ დღეებში, რაც აბსოლუტურად არ შესრულება იყო იმ რეკომენდაციების, რაც ევროკავშირს ჰქონდა. შემდეგი შეკრება ევროკავშირის, ასე ვთქვათ, წევრი ქვეყნების მინისტრების ფარგლებში იქნება ოქტომბრის 19-20-21 რიცხვებში, როდესაც დაისმევა საკითხი ჩვენი უვიზო რეჟიმის შეჩერება, არ შეჩერებასთან დაკავშირებით და უდიდესი ალბათობა არის და ფაქტობრივად გარდაუვალია ისო დაისმევა საკითხი უვიზოს შეჩერების თაობაზე, რაზეც სავარაუდოდ წლის ბოლოს დეკემბრის თვეში იქნება უკვე გადაწყვეტილება მიღებული, რაც ყველაფერი მიანიშნებს და ყველაფერი იქეთკენ მიდის და ქართული ოცნებას ამზადებს საზოგადოებას, რომ უვიზო დაიკარგება. და ეს იქნება, როგორც აღნიშნეთ, უდიდესი კატასტროფა ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და ხო, რა თქმა უნდა, ეს სწრაფად არ ხდება, როგორც ეს შეიძლება ჩვენ ან წარმოგვედგინოს ან ვიღაცები ამას რაღაცა უყურებდნენ, მაგრამ გარდაულად მოხდება და გარდაულად მოხდება უდიდესი ალბათობით წლის ბოლომდე ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა საჭირო არ არის. საკამარისია უმრავლესი ნაწილი. 27 წევრი სახელმწიფოდან 15 სახელმწიფო, სადაც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65% ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალგაზრდები მიდიან, ცოდნას იღებენ, ჩამოდიან მერე განათლებულები და ახალი გეზია, ახალი წარმატებები და საქართველოსთვის წინსვლა ეს ყველაფერი. ხარ შეიძლება რომ უკან და უკან წავიდეთ. ძალიან დიდი შესაძლებლობაა. თუ შეგვიჩერეს, ვისი ბრალეულობა იქნება ამაში? ქართული ოცნები. მithmani მთავრობის. რუსებმა იციან ესე თუ რა კვიას და ყველასთვის სულელისთვის გასაგებია ვინც იქნება დამნაშავე. არავინ არ ვამბობთ იმას, რომ ვიზო უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ ამით ყველა ვსარგებლობთ და ეს ყველასთვის უდიდესი მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, პრივილეგია არის საბოლოო ჯამში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს. ამაზე გავლენა აქვს თავად აი ამ ევროპელ დიპლომატებს და ევროკავშირის მაღალჩინოსებს და გავლენა აქვს ქართულ ოცნებას, რომელსაც შეუძლია ელემენტარული, ასე ვთქვათ, დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას ამ ქვეყანაში. ეს არის მხარეები, რომელსაც ამ ყველაფერს გავლენა აქვს. ჩვენი გავლენა ამაზე არ არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ რაიმეზე აქცენტს ვსვამთ იმაზე, რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკები უნდა დასახსნեն პერსონალურად და საბოლოო ჯამში თუ უიზო გაუქმდება და ამ გადაწყვეტილებამდე მივა ევროკავშირი, ამაზე ჩვენი გავლენა ნულოვანი იქნება. ჩვენი ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და მაქსიმალურად სწრაფად შევცვალოთ ივანიშვილი, რაც აი ამ ზიანს გადაავადებს და საბოლოო ჯამში აღმოფხვრის კიდევას თუ ივანიშვილი საერთოდ შეიცვლება როგორც ხელისუფლების უზურპატორის მიმდინარე დროში. გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, საქართველო აღმოჩნდება იზოლაციაში, მოშორებული იმ ევროპული სივრცისგან, სადაც წლების განმავლობაში ცდილობდა ინტეგრირებას.